გურჯაანის საფეხბურთო კლუბ ალაზნის ფეხბურთელები დახეული ბუცები თამაშობენ. მეორე ლიგის თასის მფლობელ გუნდს დეკემბრის ბოლომდე მნიშვნელოვანი თამაშები აქვს, თუმცა მათ ელემენტარული ფორმაც კი არ აქვთ. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მათ ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვნით მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. ფეხბურთელებს არც ერთნაირი ფერის ფორმა აქვთ, ამიტომ თბილისიდან მოწვეული გუნდის წევრები თამაშებზე წინა კლუბის სამოსით გადიან. საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელმა შმაგი გაბახაძემ სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ბუცები და სამოსი მართლაც არ აქვს, თუმცა როდის მოუგვარდებათ პრობლემა, ამაზე სატელევიზიო კომენტარი აღარ გააკეთა. ნახევარზე მე ბუცი ცოტა ვერ მოსდევს ისე როგორც უნდა მოსდევდეს, ზოგი ცოტა ამინდებზე ახლა დამოკიდებული კიდე, იმიტომ რომ თუცუნები დაიწყება და რამე უფრო ორმაგად გართულდება ის თამაშები. 11 კაციდან 7-8 კაცს მაინც ესაჭიროება. სეზონი რო იწყებოდა, გუნდი საერთოდ რო იკრიბება, ფეხბურთელები მარაგდებიან ახალი ბუცებით. აიც ერთი თვე დაახლოებით ველოდებით ჩვენს ამ ბუცებს და პრობლემა აქვს მართლა ყოველ ბიჭებს. პირადად პრობლემა მაქვს უკვე ბუცების ხრივ. აი წვიმიან ამეთში მართლა ვეღარ ვითამაშებ მე უკვე და გადამწყვეტი თამაშები დაგვშვა და მართლა აუცილებელია და ველოდებით რავი თუ მოგვიტანეს და რაღაცა შოკვირდნენ და კარგი იქნება თუ მალე მოახერხებენ ამ პრობლემის მოგვარებას.